მე მგონია, რომ მოტივაცია, ენერგია, ის რომ შეიძლება ფოკუსირებულად რაღაცებზე იმუშაო და მიუძღვნათ საკუთარი თავი რაღაცაზე, ეს ჰაერიდან არ მოდის, ხო? არის ბევრი ფსიქოლოგიური მომენტი, როგორ გრძნობ თავს, მოგწონს თუ არა საკეთებს, მაგრამ ფიზიკური მომენტები, რამდენად ის ენერგია შენ სხეულში არის თუ არა, რაღაცას დიდი ხანი იმუშაო, მაგალითად, არ ვიცი, დილით რო დაიწყებ მუშაობას, შენი ტვინი რო დაიწყებს მუშაობას, 2 საათში უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეგიძლია, 3 საათში თუ შეგიძლია 8 საათი მუშაო. შეგიძლია თუ არა ის მუდმივად აკეთო რამდენიმე წლის განმავლობაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ხვდები, რომ ჩემთვის სპორტი არის ერთი ენერგიის ბალანსი და მგონია, რომ მე ძალიან მივეჩვიე, რომ ენერგიული ვარ, მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს რაღაც გენეტიკური და ჰაერიდან დაცემული არ არის, ეს არის წლების ვარჯიშის, ან ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა რა ვარჯიშით ხარ დაკავებული, ამის შედეგი, რომ სხეულს აქ უნდა გამოიმუშაოს უფრო მეტი ენერგია და იქ ძალიან გეხმარება მე ამ ენერგიას სად მიმართავ, ნუ გაქვს და მე სად მიმართავ ეგ მეორე საკითხია. მე მგონია ძირითადად ეს არის და ტექნიკა კონკრეტულად კიდე არის, რომ კარგად რომ ვიგრძნოთ თავი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბალანსი არის საჭირო, რომ მე თუ სამსახურში მთელი დღე ინტელექტუალურ საქმეს ვაკეთებ და ვფიქრობ ტვინით, მეორე ძალიან დიდი რეფრეში და დასვენება არის, როცა ხო, ნუ საღამოს თუ ხარ დაღლილი და სუნთქვას ვეპოულობ და ისე გადაღლილი ხარ, მაშინ შენი ტვინი გაცილებით უფრო თავისუფალია, ალბათ ისვენებს მაგ დროს და იმუშაობს შენი სხეულის სხვა სისტემა და ეგ ბალანსი მე გადავს იმის საშუალებას, რომ ხო მეორე დღეს დასვენებული ტვინით იმუშაო. ასე რომ ეს გადართვა და საკუთარი თავის დაღლა ნებისმიერ სპორტში, მაგრამ ისეთი რომელიც meaningful არის და მნიშვნელოვანი არის და ანუ მართლა გღლის ფიზიკურად ძალიან კარგ ბალანსს აძლევს შენს დანარჩენ ცხოვრებას, სადაც ინტელექტუალურ სამუშაოა ძირითადად.